მსოფლიოში გავრცელებული იყო ერთ-ერთი ყველაზე საშიში და საშნელი ეპიდემია ებოლა და სრულიად უპასუხისმგებლო უვიცი დამოკიდებულება ჩვენი ხელისუფლების ამ ვირუსის მიმართ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოების მიმართ. არანაირ ზომებს ხელისუფლება არ იღებს, არანაირი შემოწმება საზღვარზე არ ხდება, არც აეროპორტებში, არც პორტებში, არც საბაჟო გამშვებ პუნქტებზე და განსაკუთრებით საშიში ქვეყნებთან ურთიერთობის დროსაც ნიგერია ძალიან ბევრია ჩვენთან სტუდენტები ჩადიან, ჩამოდიან, არაფერი, არავინ არც არაფერს არ ეკითხება, უბრალოდ ეკითხებიან, მეკითხე რამდენიმე აფრიკელს ახალგაზრდას სტუდენტს და მითხეს რომ უბრალოდ ზოგს საერთოდ არაფერი არ უკითხავს ზოგისთვის და ზოგისთვის უთქვამთ რომ თუ ხელება დააგეწყოსო, მაშინ დაგვიერეკეო რა და მოკლედ თუ სიცხე მოგცეს რა და ახლა ეს რა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება არის უსაფრთხოების მიმართ. მინდა მივმართო ხელისუფლებას და კატეგორიულად მოვითხოვო მინიმუმ ეპიდემიის ქვეყნებთან კარანტინის გამოცხადება, ანუ მორატორიუმის გამოცხადება და ჩვენს პატივსაცემ სტუდენტებს, რომელსაც ჩვენ გვიხარია, რომ ჩვენთან სწავლობენ, აფრიკელი სტუდენტები, უბრალოდ თხოვონ, რომ ნუ ჩავლენ სანამ არ დარეგულირდება ეპიდემიის საკითხი ოჯახებში, ან თუ ჩავლენ, მერე ესე იგი რაღაცა საკარანტინო წინასწარ გააფრთხილონ საკარანტინო რეჟიმის შემოღება ელოდება და მოკლედ ამ რეჟიმის დაცვა მოუწევთ. იგივე მდგომარეობა იგივე ეხება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც აფრიკის ქვეყნებში არიან, თუ ჩამოდიან კეთილინებონ და ესე იგი გაიარონ კარანტინი და ავტომატურად გაიარონ. არავითარი არ არის საჭირო რომ სისხლი ქონდეს, ავტომატურად ჩამოდის გაიაროს. აი ამ ქვეყნებთან ეს უნდა ჩაიკეთოს და დანარჩენ ქვეყნებთან, მათ შორის არის რისკის ზონა არის თურქეთიც და თურქეთთან მეოსლის დროსაც ესე იგი უნდა მოხდეს, ადგილზე უნდა მოხდეს შემოწმება, ესე იგი ხო არ არის ვინმე მატარებელი ამისი. რა ვქნათ, ეს შეიძლება არის რთული, მაგრამ ეს ღონისძიებები შეიძლება არის არაკომფორტული გზავრებისთვის, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, ეხლა წარმოიდგინეთ, გემი პორტში არ შეუშვეს მექსიკელებმა საერთოდ. არც ერთმა პორტმა გემი არ მიიღო. არდუ გზავრის ჩამოსვლა, იმიტომ რომ ეჭვი ჰქონდათ ამაზე და ეხლა ეჭვი არის ხო ნიგერიაზე და უგანდაზე და ამ ქვეყნებზე რო იქ არის ეს ეპიდემია გავრცელებული ეჭვი კი არა ვიცი დადასტურებულად ხო შესაბამისად რატო უნდა ხდებოდეს რატო უნდა იყოს უპატრონო ეს ქვეყანა და რატო უნდა იყოს ჩვენი ხალხი უპატრონო მე რა ჩვენ ყველაზე მეტი უკეთესი ჯანდაცვა გვაქვს და უკეთესი ისი გვაქვს რომ ყველაზე მდიდარი ხალხი ვარ და უფრო ადვილად დავიცავ თავს თუ რა სრულად დაუცველი აღმოჩნდება მოსახლეობა ამ საფრთხის წინააღმდეგ ამას მიხედავს ხელისუფლება ძალიან პრინციპულად მოუწოდებ ღმერთმა იცი არსებობს სპეციალური რეჟიმები საკარანტინო რეჟიმები არსებულ ქვეყნებთან მე ახლა რეცეპტების და ეს ტექნოლოგიების მითითებას არ დაუწყეთ ძალიან კარგად იციან თუ არ იციან იმეს კითხონ სპეციალისტებს არიან საქართველოში ამ სპეციალისტები ეპიდემიოლოგები არის სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მას ყავს ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური ხელმძღვანელი ბატონი ამერან გამყრელიძე რომელსაც არ ამგონია რაღაცა ვერ მისის რჩევა ხელისუფლება თუ კი მოინდომებს ხელისუფლება რჩევა მიიღოს ეს რეჟიმზე უნდა გადავიდეთ თქვენ ამას არ ეთანხმებით არ არის სავალდებულო ყველას ენის მოშლიქით ელაპარაკებოდეს ხელისუფლება რაც შეეხება კრიმინალური სიტუაციის ან ოჯახური ძალადობის გართულების ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები საუბრობენ რომ ამაშიც კი ხელისუფლება არის დაბანჩანი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები პირობითად უნდა დაიყოს მინიმუმ 2 ან 3 ნაწილად თუ მეტად არა არა სერიოზული და არასერიოზული ხალხი კიდე რომელსაც ყველაფერი შეუძლია ხელისუფლებას დააბრალოს აკმარი რომ ცოლს დაუპირისპირდება ეს ნამდვილად არ არის ხელისუფლების ბრალი და მინდა ვთქვა რომ ზოგადად რადგან ეს თემა ძალიან აქტუალური გახდა მედიის საშუალებით ქალზე და ოჯახში ძალადობა არის სირცხვილი რა თქმა უნდა თუმცა ასეთ შემთხვევები ხდება საქართველოშიც, საფრანგეთშიც, რუსეთშიც, ამერიკაში განსაკუთრებულად ბევრია ასეთი შემთხვევა
და ეს არაფერად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საზოგადოება არის დაბალი დონის. ნუ ცდილობს ელექტრონული მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი, რომ რაღაცა ქართველი ერი გამოაცხადოს ასეთ რაღაცა ერად, სადაც არის დაბალი დონე და ესე იგი რაღაცა ქალებს ხოცავენ მამაკაცები. ჩვენ ასეთი პრობლემები გვაქვს ზოგიერთ რეგიონში, ეს არის ქვემო ქართლის სამწუხაროდ, სადაც მართლაც არის ესეთი პრობლემა, ამას დიდი ყურადღების მიქცევა უნდა. არის ესე იგი სამხრეთ საქართველოში ასეთი პრობლემები ხშირ შემთხვევაში, მაგრამ უფრო ხშირად არის ქვემო ქართლი და კანტიკუნდად რა თქმა უნდა თბილისშიც ხდება, დედაქალაქშიც კი ხდება ასეთი რამე და დედაქალაქში მოხდა ის ტრაგედია, რაც მოხდა, ხო, ეხლა ილიას უნივერსიტეტში მოხდა ფაქტზე მოგულისხმობ, მაგრამ ამის განზოგადება და დაყვანა იქამდე, რომ ერი არის დაბალი დონის, ეს არის მტრის მოქმედება, ეს მტრული მოქმედება ყველა მხრიდან. ან კიდევ ამის დაბრალება, რომ ეს ხელისუფლების უმოქმედობის ბრალია, ეს არასერიოზულია. რაღაცა მასხარაობას უფრო გავს. თორემ რაშუაში ეხლა ხელისუფლებას იმდენი ცოდვა უკვე ჩადენილი ამ 2 წლის განმავლობაში თავის ცოდვები ეყოფა. ეხლა ჩვენ კიდევ ქმარმა რო ცოლსლი მოკლა, ან კაცმა რო ქალს გაუპატიურებს, ან ქალი რო ქმარს მოკლავს, ეს რო არ დავაბრალოთ. თქვენ თუ ამოიღებს სტატისტიკას, ქალთა კოლონიაში ყველაზე მძიმე, აი როცა ამნისტიებზე მუშაობდი და შეწყალებებზე ძალიან ხშირად გახსოვთ ხო ეს აქტიურად ვიყავ ამ პროცესში ჩართული, ყველაზე მძიმე სტატისტიკა დანაშაულის მაჩვენებლის არის ქალებში. ქალთა კოლონიაში. მძიმე დანაშაული მათ შორის იქ არის ძალიან ბევრი შემთხვევა, რომ ქმარი მოკლა, აკუწა და ასე შემდეგ. და ეს რას ნიშნავს, რომ ქალები დალავდებენ მამაკაცებზე? არის ასეთი შემთხვევები. ეხლა ეს შემთხვევები გახშირდა თუ არა, მე ამას ვერ ვიტყვი. იმიტომ რომ ასეთი რამ ალბათ ყოველთვის ხდებოდა და სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ ხვალ არ მოხდება. და არა მარტო საქართველოში. უამრავი შემთხვევები ხდება ევროპის მოწინავე ქვეყნებში და შეერთებულ შტატებში. შეერთებულ შტატებში ძალადობის ბუმია. და არა მარტო ქალზე ძალადობის, კაცზე ძალადობის და 1000 გვარი ძალადობის ბუმია. გაფრთხილებული რომ ასე ემუქრებოდა მოგვის და მასთან ამ დონედონდა მისული იყო ბიჭი იყო ამნისტირებული არ ნასამართებია ხო შეიძლება რაღაც ზომები მიღებული იყო ალბათ ამ შემთხვევაში იმიტომ რომ დადაშაულებენ იგივე პოლიციას ხელისუფლებას და ხო შეიძლება რომ ჩაიდოს რაღაცა რომ შესაძაც სოლიისები ძალადობ რაღაც სხვა სანქციები გატარდეს მე აბსოლუტურად გეთანხმებით როცა ადამიანს კლავს ან ცემს და ძალადობს რა თქმა უნდა რაღაცა კანონიერი სანქციები უნდა იყოს და არსებობს კიდეს ასეთი სანქციები. ეხლა მე მინდა ერთი წუთი მე მაგასაც გავამახვილო, მაგრამ მე მინდა პრინციპულად გთხოვოთ. ნუ გაამახვილოთ ყურადღებას რომ ვიღაცა ამინისტირებული იყო. პატიმრობა არ არის სტიგმა, იმ პატიმრობას თავისუფლებები აქვს. და აი ევროპას რო გვინდა მივბაძოთ ზოგჯერ ევროპაში განსაკუთრებულად იცავენ პატიმართა უფლებებს. ის რომ ვიღაცა ოდესმე პატიმარი იყო და უმეტეს შემთხვევაში იყო სრულად უკანონო პატიმარი და ბევრი უსამართლოდ იყო დაპატიმრებული სააკაშვილის რეჟიმის დროს ეს არ ნიშნავს მისთვის სტიგმას მას სიცოცხლის უფლება მიეცით ნუ წამოაძახებთ ამას მუდმივად ასეთი მდგომარეობა იყო სხვადასხვა ევროპაში და შესანიშნავი ფილმი გადაიღეს ფრანგებმა ორნი ქალაქში თუ გახსოვთ როგორ ამწარებს პოლიციელი ზედამხედველი პოლიციელი ალენ დელონი თამაშობს იმ ფილმში და რა ტრაგედიით მთავრდება მე ასე ხო და ასეთ მდგომარეობაში დარჩა ეს ხალხი ვის გამოყარეს სიხეები და ხალხი კი გამოუშვეს მაგრამ ეხლა ისინი არიან სტიგმატიზირებული არა მარტო თქვენგან ასეთ წამოძახილებით მაპატიეთ უბრალოდ კონკრეტულად თქვენ არ გულისხმობთ არამედ პოლიციის მხრიდან ესე იგი თუ კი ადამიანი არის ნაპატიმრული ამიტომ ну ყველაფერი შეიძლება უქნან რა ქუჩაში დაიჭირონ ნარკოტიკი ჩაუგდონ და ყველაფერი წამოაძახონ ამას ნუ გაუსმებთ ხას რომ ვიღაცა იყო პატიმარი და ამინისტიით განთავისუფლებული ამის თხოვნა მინდა სხვა ყველაფერში მართალი ბზანდებით სიცრუე არ არის თქვენ ახლა ხართ იმ პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული არის რა თქმა უნდა განმეორებითი დანაშაული ზოგიერთმა პატიმარმა ჩაიდინა მაგრამ ეს არის ცალკეული გამონაკლისი შემთხვევები ეს არჩევანებს სწორედ იმას რომ ამინისტია იყო სწორი აქტი
ოღონდ საქმე რაშია, იცი, აქ პოლიტიკა სად არის ჩარეული, იცით? ჩვენ გვყავდა კრიმინალური რეჟიმი, რომელიც უკანონოდ ასამართლებდა ხალხს, უკანონო პატიმრები ყავდა და მას ახლა ძველი რიცხვით უნდა თავი გაიправოს, ჟარგონულად რო ვთქვათ. ამიტომ მთელი აქცენტი ესეთი როგორ და დასხივება ესეთი სვარკა ეგრეთ წოდებული ტელევიზიონშიკების ჟარგონი რო ვიხმაროთ, მიმდინარეობს იმიტომ ამ პატიმრებს გამართლეს წარსულში რო ასეთი რეპრესია იყო. მე მინდა გთხოვა პატივისცემით და თავდადებლობით მოექცევით ამ ზეგავლენის ქვეშ, იმიტომ რომ იმდენად ძლიერია ეს პროპაგანდა, იმდენად მაღალ პროფესიონალურია ტელეკომპანია რუსთავი 2 და იმდენად მაგრად ჩაგრავს ყველა დანარჩენ ტელევიზიას თავისი პროფესიონალიზმით, რომ აი არ ვცელებს ამას. მეც ვექცევი, მეც შეიძლება მოვექცე ამ ზეგავლენის ქვეშ. ოღონდ მე უნდა გადაწყვეტო შეხედო ტელეკომპანია იმედის გაშუქება. და აღმოაჩენ რომ ქმარ მაქვს სროლს ეს რო რა ძალიან ცუდ დანაშაულია და გამართლება არ აქვს, მაგრამ ეჭვიანობის ნიადაგზე. ეჭვიანობის ნიადაგზე თქვენ დღეს გაიგეთ რომ ზოგჯერ ასეთი რამე ხდება? ცოლს რო ქმარი მოუკლავს და ქმარს ცოლი მოუკლავს? ამას ეს არც ამინისტიის ბრალია, არც ამინისტიას უნდა დავაბრალოთ და არც ხელისუფლებას. უფრო ეფექტურად რო ემოქმედა მაგალითად უბნის ინსპექტორ შეიძლება ასეთები ვინმე რამე იფიქროს, მაგრამ იცი რა არის ახლა ცოლი და ქმარი წინასწარ ხო არ დააპატემრებდა. წინასწარ პატიმრობას ხო არ მიუჭიდა ახლა ცოლი ამბობს და ემუქრა გაუფრთხილებიათ რა მეტი რა უნდა ქნან. ალბათ შესაძლოა რაღაცა ფსიქოლოგიურ შესაძლოა რამე ინსტრუმენტები იყოს. ალბათ ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ. ოღონდ ეს არ უნდა იყოს ჩვენ შორის როგორი დამოკიდებული რაღაც უსამართლო ჩასაფრების და რაღაცა შარი მოვდოთ ვიღაც. პოლიციას ბევრი შარი შეიძლება მოვდოთ ჩვენ. მაგალითად ისე საქმეებში როგორც არის ერისთავის საქმე. ხო? და იმ შარებზე მივაწვეთ ყველა ერთად. მაგრამ უსამართლო, აი არ უნდა გააკრიტიკო ადამიანი ისეთ რაღაცაზე, რომელიც მას შეიძლება თლად სამართლიანი არ იყო. იმიტომ რომ დაკარგავ ეფექტურობას სხვა ისეთ საკითხებზე კრიტიკის დროს, როცა შენ მართალი ხარ. ძალიან პირობითად ერთხელ მithქვას, ჩემზე თუ თქვენ გინდათ ჩემი გარეგნობის გაკრიტიკება და იტყვით რომ მელოტია, გამხდარია, დიდი ცხვირი აქვს, დაგიჯერებ, მაგრამ თუ იტყვი რომ დაბალი და გვაჯია და ღიპიანია რომ უკვე იმასაც აღარ დაგიჯერებენ რომ მელოტი ვარ, მიხვდით? ამის თქმა მინდა რომ რაც არის დანაშაული, ამაზე ვილაპარაკო და თუ გინდათ, რა ვიცი, ალბათ შეიძლება გადაცემა არ გვეხოს. ჩვენ ამ ხელისუფლების დანაშაულებებზე რომ ვილაპარაკოთ. აი რა თქმა უნდა, ნახე, კარგი. საქმებელი მამაკაცი რომ დადის და მე ამ თავის აგრესიას ოჯახში დაუბრუნების წევრებს აღწერს, ეს ხელისუფლების ბრალია. ერთნიშნულად მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად გეთანხმებით ამაში და როცა პატიმრების სტიგმატიზაციაზე მე ვილაპარაკე, ამათ პატიმრები გამოუშვეს გარეთ და მიატოვეს ესე ბედით ანაბარად. და პირიქით, აი ესეთ სტიგმა მოაყოლეს ესე რა ამინისტიის განთავისუფლებულია და ამინისტიის განთავისუფლება მას გიანაშოვის რაღაც აუცილებლად დამნაშავე იყო. ძალიან ბევრი უსამართლო პატიმარი იხდიდა მაშინ საჯელს და ან თუ ქონდა დამნაშავე ხო აპატია ოჯახაში ნებოდოდა. იმამბის არ იყოს 48 მოიყვანა კაცმა კაცი და მე რამდენი შეიკავა იმდენი ახსე ხო მოგიყვანე 40-დან ხო მოგიყვანა მე ბოლოს მეორე უტო ჩამაგდე ისე ამორმოშიო ეხლა ასე ხოლმე დავამადლოთ გამოუშვით ეხლა სიცოცხლის უფლებაც მივცეთ ამ პატიმრებს მე გეთანხმებით ხელისუფლება არის დამნაშავე იმაში რომ ეს ახალი გუნდი ქართული ოცნების არის საშოვარს გადაგებული გუნდი ცალკეული გამონაკლისების გარდა და დახარბებული ძირითადად ორიენტირებული არიან ფულის შოვნაზე ფულის კეთებაზე პირად კეთილდღეობაზე რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე ეკონომიკური რეფორმები არ განხორციელებულა არც სოციალური რეფორმები არ განხორციელებულა არც სოფელზე ყველაზე მეტს ლაპარაკობდნენ და ლაპარაკობენ და აგრარული რეფორმა არ განხორციელებულა გლეხს არ აქვს საშუალება რომ სოფლის მეურნეობა უფრო კარგად განავითაროს მიუხედავად იმისა რომ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ბაზარი გახსნილი არის ხო პატიმრების მიმართ ეს დამოკიდებულებაში ლომის სულელი მათი დანაშაულია მე რუსთავი ორს კი არ ვადანაშაულებ ამაში რუსთავი ხელისუფლება არის დიახ დიახ უბრალოდ ერთი რამ არის შესამჩნევი რა კრიმინალური სიტუაცია იყო როგორც იყო დაახლოებით ისეთი არის მოიმატა ამისმა გაშუქება
რასაც აკეთებს რუსთავი 2. მაგრამ მოდი თქვა გულახდილად რუსთავი 2 ხო არ იგონებს ფაქტებს არა? შემდგარ ფაქტებს აშუქებს არა? ამიტომ ხელისუფლებისთვის ის გამართლება კი არ არის რომ გუშინაც ხდებოდა დანაშაული. ხელისუფლებამ მეტი უნდა იმუშაოს დანაშაულის პრევენციაზე. აი თქვენი შეკითხვა სწორედ ამას გულისხმობს. რომ თუ პატიმარს გამოიყვან იზრუნე იმაზეც რომ მუშათ მაინც დაასაქმო. მაგრამ მუშათაც არ იღებენ რადგანაც სტიგმა ატევს პატიმარს. აი პატიმარი რო იყო, ამიტომ არავინ არ იღებს სამსახურში. მე ის ადამიანი 1 დღე, 2 დღე, 3 დღე, 1 წელი იქნება პატიოსნად და ნუ ბოლო ხომ შეერო გიკვდება სოლშული ოჯახში შეიძლება ეხლა ესენი თუ იპარავენ, რა უფრო მძიმე დანაშაულია. აი პარლამენტის წევრი რო ქურდობს და ქურდობა ქვია ამას, როცა უკანონო რაღაცა ბიზნესებში ცხვირი აქვს ჩაყופილი და ნაქურდალ ქონებაში რო არის ჩაწილებული ნაციონალურ მოძრაობასთან თუ მარქვია მშიერი ბავშვი რო ბულს მოიპარავს და მას კონსერვის კილოს რო მოიპარავს. რომელი ოფთავე დანაშაული, მაგრამ რომელი უფრო მძიმე დანაშაულია. ხო და აი ეს ამას ჩვენ საზოგადოებამაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. რომ არ მოხდეს პატიმრების ესეთი დაჩაგვრა და რადგან პატიმარი იყო, ამიტომ აი ნახე ძალიან ცუდი დანაშაული მოხდა მაშინ ილიას უნივერსიტეტში, ძალიან ცუდი. რასაც გამართლება არ აქვს. მაგრამ ტრაგედია არის ორთავე მხარეს მომხდარი. იქ კაცმა ცოლი მოკლა, უკვე ტრაგედია და მე თავი მოიკლეს. ეგ რაღაცა მიზეზი იყო, ხო? რაც არ ამართლებს, არანაირი მიზეზი არ ამართლებს. ადამიანის მოკლას მით უმეტეს ცოლის მოკლას. წმინდა ორგანიზაციების პასიობა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სოციალური ჩინების გამოსხავსება ეხება საქმე პროფესიონალ აქტუალურია. იცი რა, ჩვენ თუ ასეთ შემთხვევების ანალიზს გავაკეთებთ, რჩება აშკარაში თავშილება, რომ ამ ქვეყანაში პატრონი ყავს ყველას გარდა ქართველი კაცის გარდა. ვინც შეადგენს და მართლმადიდებელი კაცის გარდა, ვინც შეადგენს 80% მოსახლეობისას. წმინდა ბარბარეს ეკლესიის დარბევაზე ხმა კრინტი არ დაუძრავს არავის, არც ომბუდსმენს, არც უფლებადაცვით ორგანიზაციას. როცა დაანგრიეს ფერის მთაზე ეკლესია, არც არავის მაშინ ხმა არ მოუღია. წლები გავიდა მას შემდეგ და არავინ პასუხისგებაში არ არის მიცემული. ამიტომ ამაზე ყურადღება უნდა გაამახვილოს არა მარტო სამოქალაქო სექტორმა, არამედ ხელისუფლებამ. ხელისუფლება რო გამოდის და 1000 რევერანსებს აკეთებს, როცა ნახავენ რომ სადღაც ვიღაცამ მეჩეთის მშენებლობას ხელი შეუშალა, როცა თქვა უკანონო მშენებლობით შენდება მეჩეთი და მით უმეტეს თურქეთიდან დაფინანსებული ფულით. მაშინ ცოტა ბოდიში მართლმადიდებლობასაც მოგვიხადოს ვინმე რა. როცა ჩვენსაც რაიმეს დაარბევენ. მე ამას არ ვაბრალებ რომელიმე სარწმუნოების ხელს. მაგრამ ჩვენსაც როცა არბევენ, მაშინაც უნდა შეშფოთდეს და აღშფოთდეს ეს სამოქალაქო სექტორი. და ზოგჯერ შეშფოთება და აღშფოთება შეიძლება იყოს უფასოც. არა სავალდებულო, მაგრამ ეს გრანტი გადაგაყლაპონ და მერე გააღო პირი. როცა რაღაცა ხდება, შეიძლება უგრანტოთაც თქვა რაიმე და ამოიღო ხმა და თქვა რომ ისი ასეთი რამე რატო ხდება. კარგი იქნებოდა რა თქმა უნდა სამოქალაქო სექტორს რომ ამაზე ხმა ამოეღო. თუმცა ამ შემთხვევასაც მე არ გამაზოგადებ. ნუ დავაბრალებ, შეიძლება ეს დამნაშავეები შეიძლება იყოს რომელიმე სარწმუნოების რაღაცა ფანატიკოსების, ან შეიძლება სულაც არა, შეიძლება უბრალოდ ნაძირლები იყვნენ. ან რომელიმე ან სექსუალური უმცირესობების ქონდათ ასეთი მიდრეკილება ეკლესიის შეურაცხყოფისკენ ზოგჯერ ყველას არა, მაგრამ ზოგჯერ და რაღაც ამის განზოგადებას არ გვინდა, მაგრამ კარგია თუ სამოქალაქო სექტორი ამაზე ხმას ამოიღებს. ბატონჯანდი, აბაშიძე კარასინის ფორმატის შეხვედრაზე რასაც უთანო იყო განცხადებები, რომ არ უნდა შემდგარი იყო ეს შეხვედრა ინსტიტუტის წარმომადგენლების მხრიდან. თქვენ დასწრებით. ბატონ აბაშიძემ გააკეთა განცხადება, რომ ეს არ იყო თუ რაღაცა უბრალოდ მოლაპარაკებები იყო ჩვეულებრივ თემებზე, რომელსაც აუცილებელია თქვენ რაც თქვა. მე ვფიქრობ, რომ აბაშიძე კარასინის ფორმატი თავის დროზე იყო წარმატებული ფორმატი, აუცილებლად უნდა დაწყებული იყო პირდაპირი დიალოგი რუსეთთან და მეჩვენება რომ ამ ეტაპზე თავის თავს წურავს ეს ფორმატი, იმიტომ რომ ამ რანგში რაც შეიძლებოდა არის უკვე გაკეთებული, ეხლა საჭიროა რანგის აწევა.
მე ხედავ და ყველა ხედავს ამას, რომ უკვე საჭიროა რანგმა აიწიოს და პირველი პირების დონეზე და უფრო მაღალი რანგის დონეზე გაიმართოს დიალოგი რუსეთთან. ამას დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაშიც ბევრი ხდება, მაგრამ არსებობს ერთგვარი ინერცია, მე ამას დავარქვათ რაღაცა კომპლექსები, რომელიც უნდა გადაილახოს. ქვეყნის მართვას ჭირდება არა მარტო უნარი და სიყვარული ქვეყნის, არამედ გამბედაობა, ვაჟკაცობა ჭირდება. და ეს ვაჟკაცური ნაბიჯი უნდა გადაიდგას. უნდა დაიძლიოს, დაძლეული იქნეს ის ბარიერი, რომ ეშინია მართლ ძალას პრემიერ-მინისტრს, ერთგვარი ცუდი გაგებით შიშს არ ვამბობ. რაღაცა ერიდება იმის, რომ რაღაცა არ დაბრალდეს პრორუსულობა. არა, რუსეთი ძალიან კარგია მარგველაშვილმა რომ ეს მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ ცუდი ისაა რომ დიდხანს ათანხმებდა ამას დასავლეთთან. და ეს გამოიყურება ყოველთვის არასერიოზულად და შეურაცხყოფლად ქართული საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ქართული ხელისუფლება არ უნდა გამოიყურებოდეს როგორც მარიონეტული ხელისუფლება. ეს ერთი, მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის, გადაწყვეტილებებს ქვეყანაში იღებს მთავრობა. დღევანდელი კონსტიტუციით და არა პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის რანგში შეხვედრა ცუდი არ იქნებოდა, თუ კი ეს იქნებოდა მთავრობასთან ერთად კოორდინირებული. თუ არა, მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრმა უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და უნდა ივაშკაცოს და უნდა, ასე იგი, დაალაგოს ისე ურთიერთობა, რომ დაიწყოს უმაღლეს რანგში დიალოგი რუსეთის პრეზიდენტთან. დიახ, დაკრიტიკებდნენ იმიტომ, რომ რუსეთმა რაც ეს დოკუმენტი გამოსცა აფხაზეთთან დაკავშირებით. ანუ ეს შეხვედრა გამოყვებაზე რომ ეს შეხვედრა ამიტომ არ უნდა შემოგვიყვანოს. იცით რა, ეს ძალიან ცუდი დოკუმენტია. რასაც რუსეთი აკეთებს, აფორმებს აფხაზეთთან. ერთობლივი ახალი კანონს იღებენ აფხაზები, რომ ერთობლივი ჯარი შეიქმნეს. მაგრამ რამ განაპირობა რუსეთის ასეთი ნაბიჯი? ამ მედალს კიდე მეორე მხარეს აქვს. ერთის მხრივ ჩანს, რომ რუსები აფხაზეთს ბოლომდე არ ენდობიან. მაშინ რა საჭიროა ერთობლივი არმიის შექმნა, რომელიც რეალურად რუსული არმია იქნება, რუსეთს თავისი ბაზა აქვს იქ, ხო? ანუ რაღაცა უნდობლობა არის აფხაზებთან და აფხაზებს ატყობენ, რომ რაღაცა უფრო ამ შემთხვევაში კარგი გაგებით ინდივიდუალიზმი ახასიათებთ, არა? და მეორე მხრივ რუსებმა ნახა, რომ აბაშიძე კარასინის და რაღაცა ბოლო პერიოდში დიქციის ვორდინგის სლენგი რო ვიხმაროთ შეცვლის მიუხედავად საქართველოში მაინც ძლავრობს ასეთი განცხადებები, რომ ნატოს არაკეტო სისტემა უნდა განვათავსოთ საქართველოში, მერე უნდა შევსვათ ბოევიკების ანუ ტერორისტების სარწმუნოები ბაზა და ასე შემდეგ. ასეთ რაღაცებს როცა ისმენს რუსეთი ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიდან, რა თქმა უნდა, ის შეეცდება აფხაზეთში თავისი პოზიციების სამხედრო პოტენციალი გაზარდოს და სამაჩაბლოშიც. აი ამან განაპირობა ეს და მაგრამ მე მესმის თქვენი არგუმენტი და რომ ესე იგი რადგან ეს რუსებმა გააკეთა, ჩვენ გავიბუტოთ, დავიწყოთ სააკაშვილივით სამარცხინოდ ლანძღავგინება პუტინის და შევწყვეტოთ ურთიერთობა. დიპლომატია ამას არ გულისხმობს. დიპლომატია გულისხმობს მიუხედავად რთული ვითარებისა დიალოგის გაგრძელებას. თუმცა ვიმეორებ, აბაშიძე კარასინის დიალოგი წარმატებული ფორმატი იყო თავის დროზე, რაც ამ რანგში შეიძლებოდა გადაწყვეტილი იყო. ბევრი საკითხი არის გადაწყვეტილი. დარწმუნებით შემიძლია გითხრა, ბევრი საკითხი არის მოთელილი, ისეთ საკითხებზე ექნებათ ამათ ნალაპარაკები ხა ყავაზე და ჩაიზე, რომელზეც თქვენ წარმოდგენა შეიძლება სულაც არ კონდეს და ინფორმირებულები არიან ამ შესახებ ქვეყნების პირველი პირები. მაგრამ არსებობს დაუძლეველი ბარიერი შიში ამერიკის ან ევროპის ეჭვიანობის. აი ეს აშინებს ჩვენს ხელისუფლებას. უამრავი საკითხი, მათ შორის მე არ გამოვიცხარო, ასე იგი მოთელილი იყოს საკითხები აფხაზეთის და სამაჩაბლოს და ირგვლივ. შესაძლოა ნატოს სანაცვლოდაც იყოს შესაძლოა უფრო მეტი, შესაძლოა უფრო ნაკლებიც. მე ვერ გეტყვით რის სანაცვლოდ, მაგრამ ეს გამორიცხულია, რომ რუსეთს აქ გამოსავალი არ კონდეს ნაპოვნი. იმიტომ რომ დღეს დიამეტრალურად შეიცვალა მსოფლიო და რუსეთის ურთიერთობა დასავლეთთან. რუსეთსა და დასავლეთს შორის ჩათვალეთ, რომ ახალი ცივი ომი დაიწყო, მას არ აცხადებენ უბრალოდ.
მაგრამ სულ სხვა სასტარტო ოპოზიციები დაიწყო ეს. რუსეთი უფრო ძლიერია დღეს ვიდრე მაშინ როცა ეს ცივიუმი დაიწყო. და რუსეთს უფრო მეტი მოკავშირე მაშინ მარტო იყო რუსეთი და ყველა ებრძოდა ჩვენი ჩაქრით მისი 15-დან 14 რესპუბლიკა რა. მაგრამ დღეს სულ სხვა ვითარება რუსეთმა შეძლო და შექმნა უკვე ძალიან დიდი და დასავლეთზე უფრო მძლავრი ეკონომიკური და პოლიტიკური და სამხედრო პოლიტიკური სივრცე. ამიტომ ახლა რუსეთი ასეთი ადგილი წესაქცევი აღარ არის, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა რუსეთისთვის აქვს დღეს საქართველოს. გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამიტომ ჩვენ ან ავშენდებით რუსეთთან თუ ურთიერთობას დავალაგებთ, ან ესე იგი რუსეთი კიდევ უფრო მეტ ზეწოლას განახორციელებს ჩვენზე. მე არ გამოვრიცხავ თუ კი ესეთი ცენტრები შეიქმნება საქართველოში, ბოევიკთა მოსამზადებელი ცენტრები, რუსეთმა სამხედრო ძალა გამოიყენოს იმისათვის, რომ დაიბომბოს არა მარტო ეს ცენტრები. მე ხედავ, რომ რუსეთს დასაკარგი არაფერი არ აქვს, ამიტომ ჩვენ უფრო ფრთხილად უნდა ვიქცეოდეთ. ჩვენი ხელისუფლება უფრო ფრთხილად უნდა იქცეოდეს. არჩევანი ჩვენზეა. ჩვენი თავზე რომ გადატყდა, ხო ვერ ვისწავლეთ ჭკუა, ხო? ხო ვნახეთ, რომ მე ვარ აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ. მე ვნახე ამ ომის ყველაფერი. მე მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, თავში სხვანაირად, გული სხვანაირად ზგერდა, თავში სხვანაირად ქროდა. ყველაფერი და მაშინ ამას ვერ ხედავდი და მზად ვიყავით, რაღაც თავი გაგვეწირა. მაგრამ დღეს მე ბევრ რამის შემომჩინე. ბევრ რამს შემომჩინე, როგორ გავწირეს ჩვენ რეალურად, ჩვენ ქართველები, გულისხმობ. ხა ეს თუ მაშინ ვერ ისწავლე 2008-ში ხომ ნახეთ პამპერსები როგორ ჩამოგიტანეს რა. უკრაინაში რა მოხდა ხო ნახეთ. 50 მილიონი უკრაინას ისე ჩაყლაპეს. ხო, ყირიმი ისე წაიღეს ტყვია არ გავარდნილა და იქ რო ტყვია გავარდა რა დაიჭირეს ხო ნახეთ ახლა დონბასში და იმაში. ლუგანსკში რა. ხოდა ჩვენ რატო გვინდა რომ ეს რაღაცა აი თითქოს ჩამოსათვლელი დავრჩი და შევწირო ჩვენი სახურს მასალად გავწირო ჩვენი ბიჭები. და მე რატო რომ აქ ცარიელი არაფერი არჩევა გენცველი. აიყარება ქართული სოფელი შეიფსება. სხვისით შეიფსება, ყველას პატივსა, ყველა გვიყვარ ჩვენ. ჩინელის და ინდოელის, მაგრამ ქართველის გარეშე საქართველოს მე არ მინდა რომ იყოს. და რატო უნდა გავანადგურო მე ჩემი ერი? იმიტომ რომ პამპერსები ჩამომიტანოთ ხვალ იმას რა ქვია სამხედრო გემები, ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენ არანაირად არ მიიღოთ რომ ჩვენ მე ვამბობდე რომ დასავლეთის კარი უნდა გამოვიჯახუნოთ. მაგრამ რუსეთთან კონფრონტაციისკენ ვინც გვიბიძებს არის ქვეყნის მტერი. ეს ისოდე თქვენ. ის არის სახელმწიფოს მტერი. ასეთები არიან ამ ხელისუფლებაშიც და იყვნენ წინა ხელისუფლებაშიც. და ამას აკეთებენ საკუთარი კარიერის და ფულის გამო. უბრალოდ გაყიდულები არიან და იმიტომ აკეთებენ ამას. ოპოზიციაში დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციაში მოისმენთ ამას. ასეთ განწყობებს. ესეც არის, იმიტომ რომ რაღაცა კარიერა მოიწყოს და გრანატები გადაყლაპოს ვიღაცამ და რაღაცა საშუალება მიეცეს. და საერთოდ არ აინტერესებს ერი და ისტორია არ წასული და არც აწყო და მომავალზე საერთოდ რომელი ფიქრობს მაგათგან. ამიტომ ვისაც ცოტა პასუხისმგებლობის გზნობა აქვს, უნდა მიაქციოს ყურადღება ამ საკითხებს და არ უნდა ეშინოს. აი მე მაგალითად ლაპარაკობ ამ თემაზე, ხო? და არაფერი ჩემს უკან არ დგას, არაფერი არ დგას. და პრემიერ-მინისტრის უკან დგას მთელი მთავრობა, მთელი სტრუქტურა. და მათ შორის მედიას, რომელსაც შეუძლია დაუბალანსოს ის ნეგატივი, რასაც ტალახში ამოთხრის რომელიმე არხი. ეხლა მე თუ რომელიმე არხი, მაგალითად რუსთავი ტალახში ამოთხრის, ხოლმე არანაირი პერსპექტივა არ მაქვს, რომ რომელიმე არხმა გააშუქოს და რაღაცა კომპენსაცია ამით მივიღოთ. მაგრამ სათქმელი არა, უნდა ითქვეს. როცა რაღაცას ამბობ, აი იყო ხალხი, როცა აი გიტლერის დროს ეხლა ერთი ფოტო ვრცელდება, მაშინ რა ქვია Facebook-ზე. დგას, შეიძლება ეს გაკეთებული ფოტოა, მაგრამ ძალიან მაგარი ფილოსოფი. არა, აი მასა დგას და ყველა ჰაი ჰიტლერის ისახის ყველა ხელია გაწეული და ერთი კაცი დგას გოლეთაში, რომელიც ხელს არ უწევს. ანუ არ ეთანხმება და გუნდრუქს არ უკმეს გიტლერს. აი მაშინა აქვს ამ პოზიციას ფასი. თორე ყველა დღეს ყველა გიტლერს აგინებს და ნაზგავს და რა, ამას ფასი აღარ აქვს. გამიგეთ? როცა საშიშია სიმართლის თქმა როცა შენ გელოდება რომ ვიღაცამ შეიძლება ტალახში ამოგთხვაროს, როცა შენ გელოდება რომ შეიძლება პოლიტიკურ კარიერაზე დაგწნე ხომ დაბლოკონ რაღაცები ჩაგიჭრან, ჩამოგიჭრან, იქ ბლოკში შესვლაზე ესე იგი გზა გადაგიჭრან და ასე შემდეგ და მაშინ იტყვის სიმართლეს, მაშინ აქვს ამას ფასი. და ამაში ჩათრევას და ჩათრეული იქნება მაინც ღარიბაშვილი ამაში.
თუ არა და ღარიბაშვილის მომავალს, პოლიტიკურ მომავალს რაღაცა არჩას მანდამაის პერსპექტიული ხო ხედავთ რა ებიც ხდება. მარტოა პრაქტიკულად მე არა ვარ მის მიმართ ნეგატიურად განწყობილი, მაგრამ მარტოა თავის გუნდში. არავინ არ ესარჩლება, სახში რომ მოგივარდებიან, ახალია რომ სახში მოგივარდებიან, ბოლო-ბოლო რა, ახლა ღარიბაშვილმა ახლა უნდა გარისკოს. ახლა უნდა ივაშკასოს და გადადგას ნაბიჯი და უნდა შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს. იმდენი საკითხის გადაჭრა შეიძლება პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ქვეყნის მოსახლეობისთვის და საგარეო ასპარეზზე უფრო წარმატებული, უფრო დაფასებული და ღირსეული ყოფნისთვის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედით, რომ ეს რისკად ღირს. აი ახლა გააკეთებს ამას, ბევრი მტერი ეყოლება, ბევრი ტალახს ესვრიან, მაგრამ ექნება მხარდაჭერა, ექნება ჩვენგანაც მხარდაჭერა და რაც თავარია ქართული საზოგადოებისგან ექნება მხარდაჭერა. ხვალ ამ ნაბიჯს რუსეთი იძულებული გახდება, ნაკლები ფასი ექნება. საქართველოსთვის ექნება ნაკლები ფასი. რუსეთს ეხლა ჭირდება ურთიერთობების დალაგება, ამიტომ ეხლა უნდა გადადგოთ ჩვენ ეს ნაბიჯი.